What's up YouTube? Salami ყოველს ვინც ნახავს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, ახალი პოდკასტი. ეს პოდკასტში ვილოპარაკებ ისე იგი გაგცემთ შეკითხვებზე პასუხებს. რადგან 1-2 3 შეკითხვა მაგრამ მომეწონა და ვფიქრობ, რომ ეხლა უცებ სანამ ვარჯიშს დავიწყებ, ვესწრები რომ მოკლედ პოდკასტი ჩავწერო, მაგრამ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ინფორმაციული. თან გზად ჩავაყოლებ აი ესეთ ორ რაღაცა გარკვეულ შეიძლება ითქვას რაღაცა ბიოჰაკინგის რაღაც ვარიანტს. ორიოდენ სიტყვას ამაზე ვიტყვი, იმიტომ რომ პოსტი იქნება დაწეული ალბათ დღეს-საღამოს ბიოქაოში ამებზე. ვილაპარაკებ ესეთ კოფეინის ფაქტიურად პუნჩებზე და ვილაპარაკებ ესეთი NAD-ის პატჩებზე. რაც შეეხება ფაქტიურად NAD-ს აქვს ძალიან ბევრი გარკვეული ესეთი, რა ვიცი, დადებითი შეიძლება ითქვას თვისება, ბენეფიტი, ანტი-ეიჯი, ენერგია, ძალიან ბევრი საინტერესო. რაც შეეხება ითქვას იმენა კონკრეტულად აი პატჩებზე. ნუ პატჩები ხო ლოგიკურია საერთოდ, რომ რაც არის ჩერეს კანიდან, მანდ არის ბევრი ნიუანსი. თუ არის ადამიანი ასაკში კანის გარკვეულად ესე ვთქვათ რეცეპტორები უფრო დაბალია, მაგრამ რაღაცა ვარიანტში შეიძლება რომ წახალისების პონჩი გამოყენდეს. სული რაღაც არ არის, რის კაპიკები დავიწყებ ხა, დავტესტავ, რაღაცას ახლა ბუმს და ვაუს მე ამისაგან რა თქმა უნდა ვერ ვიგზნობ, მაგრამ რაღაცა ვარიანტში შეიძლება რომ გამოიყენოთ. საინტერესო ვარიანტი არის თან ახლა ამაში. არის გარკვეულად კიდე ბეჯგუფის ვიტამინები, ქოქი, ელკანიტინი, ყველდეთი ნიუანსი შეიძლება რომ გამოიყენოთ, მაგრამ ბიოთისების პონჩი რა თქმა უნდა ისეთი არ იქნება, რაც როგორც შეიძლება რომ მივიღოთ ხა კაფსულის ან ინიექციის სახით. რაც შეეხება კონკრეტულად თქვათ აი ესეთ გარკვეულად კოფეინის პუნჩებს 120 მგ კოფეინი. თვითონ კოფეინს აქვს, რა ვიცი, ბევრი კვლევები გარკვეული რო არის სასარგებლო, აქვს ბევრი ისეთი კვლევები, რომ კოფეინი ჭარბ რაოდენობაში არის ცუდიც, მაგრამ ალბათ უფრო მე კოფეინს დაუწერდი 10 ბალიდან ალბათ ვიტყოდი მიახლოებით 800. ყველაზე ისეთი იული წყარო არის, ისეთი გარკვეული რაღაცა ნივთიერების, რაც აქვს ბევრი გარკვეული დადებითი, რა ვიცი, როგორც ბუნებრივი ბუსტი, ესე პერფორმანსის და რაღაც გარკვეული ფიზიკური. შეიძლება რომ გამოყენდეს. მე ლიჩნად ყველაზე მთავარი რაც არის, არ მიყვარს დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება, რადგან ნერვული სისტემა ერთი, თითქმის ზედა ჯირკვლები მეორე, მაგრამ ზომიერად თუ მივიღებ და ზომიერად კიდე ხა პრიკოლი რაში არის. სულ ვაპარაკობ მიახლოებით დღიურ დოზირებას მე 200 მგ-ს. რაც ამე საინტერესო კვლევები არის, მანდ უფრო განიხილება და ვიტყოდი 350-450 მგ კოფეინი. ჩემთვის ეგ არის ბევრი, ჩემთვის ამას იმიტომ ყველაფერი მაინც არის ინდივიდუალური, არიან ხალხი ვთქვათ, რა ვიცი. მიიღებენ კლასიკურ ანჰიდროუსის კოფეინს, რავი, 200 მგ-ს და ვაფშე არ აქვს ზომიერობა საერთოდ. მე ძალიან ზომიერი ვარ, ძალიან ჰიპერაქტიული ვარ ისედაც ადამიანი, ამიტომ ყველაფერი რაც შეეხება უფრო კოფეინის და რაღაც გარკვეული სტიმულატორების დოზირებას, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალური. ამაში არის 120 მგ. ლოგიკურია რომ ღრდილიდან ფაქტიურად კაპილარებიდან მსგავსი შეთვისება იქნება მაღალი. ნიუანსი რაში არის? რაც მე თხანს გავიჩერებ ამას თქვა ფაქტიურად პირის ღრუში ღრდილში მით მეტად შეითვისება კოფეინი, ამას მოქმედება აქვს უფრო მოკლე ვიტყოდი, იწყებს მუშაობას ალბათ რა ვიცი 10-15 წუთში. მოქმედება გასდევს მიახლოებით ალბათ 1-2-3 საათი. ჩემი იმით. მე ამას დიდი ხანი არ ვიჩერებ. არის რა ვიცი, ვკითხულობ ხოლმე ზოგი წერენ დაჟირო. 15 წუთი აქვს, 20 წუთი აქვს ფიში. მე ალბათ ვიჩერებ მიახლოებით 3-5 წუთი ვაგდებ. ეფექტი მოკლე აქვს. შეიძლება დატესტოთ, რა ვიცი, ჯიბეში გერგდოთ თქვათ, მაგრამ ჩემი ალბათ ვარაუდით ვინც კი კოფეინს უბერავს, ალბათ კოფეინს იმიტომ უბერავენ უფრო მეტწილად, იმიტომ რომ აი ყავის გემოევასება. ცოცხალი მაგალითი მეც აქვარ. მე უბრალოდ კუჭი მაწუხებს დიდი ხანი კოფეინის მიღებაზე, მაინც რაღაც დისკომფორტი შეგვიმას მიტოვებს. ამიტომ ყავას ფაქტობრივად შევეშვი კაი ხანი. შეგიძლიათ დატესტოთ, მაგრამ მაინც ინდივიდუალურად დოზირება მაქსიმალურად შეეცვალეთ, რომ რაც მინიმალური იქნება, მით უკეთესი. ვინც თქვა ჰიპერაქტიულები ხართ, აირჩიეთ კოფეინის უფრო აი ნატურალურს რო ეძახიან, ნატურალ კოფეინი, რომელიც არის წვანე ჩაის ექსტრაქტიდან, ვინც თქვა არ ხართ ჰიპერაქტიულები, შეგიძლიათ კლასიკური ანჰიდროუსი შეუბერო. ეხლა შეკითხებ შეუბერავ. ყველას მადლობა, ვინც მიტოვებთ თბილ კომენტარებს. ყველა ჯიგრები ხართ და პირველი შეკითხვა ფაქტიურად, რაზეც მინდა რომ დავიწყო. ზაღულკა ნიკო სვიმონიშვილი. გამარჯობა, მელატონინზეც გითხარი რამე? ახალი კვლევები ხომ არა მაგაზე. მე ვიღებ 1 წელია 3 მგ-ს სახეჭი ნახევარ ტაბლეტს ყოველ ღამე და კარგად მაძინებს ანტიოქსიდანტური მოქმედება идеალური. ერთი რაც არ ამომსვლია, აი ხარა, მაგრამ ისიც თენდემას თებიც
თემის განხილვის ვარიანტში კიდე მელატონინზე აქ არის ეს იგი საუბარი. რაც შეეხება თმის ვარიანტში, ფიქრობ, რომ უარყოფითი რაღაცა გარკვეული კვლევები მელატონინთან დაკავშირებით, თმისთან თვალსთან დაკავშირებით არ მინახიათ რეჩი. ამიტომ მაგაზე არის დარდო. რაც შეეხება თქვა ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, კი სხვადასხვა არის ბოლო რაღაცა საინტერესო კვლევები 2022, 21, 23 წლის რომ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას აქვს, მაგრამ იქ განიხილება უფრო დიდ დოზირებები. იქ დოზირება საუბარია ის მიახლოებით 5-ზე, 10-ზე, даже 15, даже 20 მგ კოფი იმაზე მელატონინზე. ახსნი ხარ როგორ ნიუანს ძალიან ინდივიდუალურია. მე მელატონინი ვაფშე არ მისწორდება. მიცდია ფაქტიურად მიკროდოზინგიც აი რო არის მიახლოებით 300 მიკროგრამი. არის მელატონინი კიდე slow release რო ეძახიან, ანუ რომ უფრო გრძელი მოქმედების არის, რომელიც მუშაობს მიახლოებით დალევ მიახლოებით 5-6 საათის განმავლობაში. არის კლასიკური მოქმედებს მალევე გაძინებს, მაგრამ გრძელ ფაზას არ გაძლევს ფაქტიურად. რაც შეეხება შენ დოზირებას, რაც შენ ამბობ, აქ იწერია რომ არის 3 მგ საღეთს ნახევარ ტაბლეტს ყოველდღე. ნახევარი გამოგდის 1500, ესე იგი, გამოგდის 1.5 მგ. ადეკვატური დოზირება არის. უბრალოდ ახლა როგორი სიტუაცია არის. საერთოდ არის გარკვეული მოსაზრება, აი TRT-ის თემებში ვინც არის, ფორუმებზე ბევრი მიკითხია, მისაუბრია, ბევრი წამიკითხია. ფაქტიურად თუ ტესტოსტერონს ვინაცვლებთ რაღაც რაოდენობას ასაკში, არის მოსაზრება, რომ 40 წლის შემდეგ შიშკავაე ჟილეზა ქვია, დიჩოვანი მეგონი დიყვალი, რომელიც გამოყოფს მელატონინს, ანუ ფიზიოლოგიურად, მე შესაბამისად იმდენ რაოდენობას ვერ გამოყოფს, როგორც ახლა ასაკში. ამიტომ даже სასარგებლო არის 40 წელზე ვინც არის დაბალი დოზირება მელატონინის დამატება. და ეგ დაბალი დოზა მიდის საუბარი მიახლოებით 500 მიკროგრამზე, 300-ზე, 900 მილიგრამზე. დიდი დოზები რაც არის, და ახსნი რატო? პირადად მე ანალიზებზე მინახია რომ დიდი რაოდენობას ალბათ ვიყოდი უფრო 3-5-დან ზევით. პროლაქტინს ეწევა, უნდა აკონტროლმაში პროლაქტინი. მხოლოდ ეგ აქვს და დანარჩენი როგორც თქვი, ისევ და ისევ ინდივიდუალურია. რომ მივიდეს საუბარი შეფასებაზე 10 თვალზე, რომ შევაფასო. მე შევაფასებდი ალბათ მიახლოებით ჩემი განმასახედიდან ალბათ 1.6-7-ზე. უფრო 6 ალბათ, და ისეთი გარკვეული რაღაცა თემა არის, რომ ძალიან ინდივიდუალურია. მე კატეგორიულად არ მისწორდება, даже 300-საც ვსვავ, ხან მეგვიძება დილით, ვეღარ ვიძინებ. თან აი არ ვარ თითქოს გამოძინებული. ჩემთვის ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნება passion flower-ი, მე რასაც ვუბერავ, მაგნეზიუმი, საფრონი, აი გლიცინი შეიძლება რაღაც დაბალი რაოდენობით მიიღო. უფრო აქცენტს ვაკეთებ ხოლმე მაგნეზიუმზე რა. მაგნეზიუმზე და passion flower-ი. ხანდახან ვუბერავ ხოლმე даже ფენიბუც დაბალ რაოდენობას, მაგრამ იმენა მელატონინი მე არ მისწორდება. შენ თუ ბრო მისწორდება და რასაც შენ ამბობ მილიგრამ ნახევარს და აბარებ თქვა როგორც გითხარი გამაფული მარტო პროლაქტინზე. ვაფშე არ არის პრობლემას მეაქვს არ ხდება. თუ მithumetes, იმიტომ რომ ძილი ალბათ არის ისეთ შემადგენელი. მე აი ცოტში ვიტყოდი რომ даже თქვა აი ჭამის რაღაცა ვარიანტს თქვა უწმელობას აი რომ არ ავჭამო საჭმელი, მაგას უფრო ავიტან, ვიდრე უძილობის ვარიანტს თუ ვერ ავარ გამოძინებული. თქვა მეძინე 6 საათ, 7 საათი ვარ იმედა დანგრეული რა. თუ ბრო კარგად გაძინებს, თავს გსნობ ჯიგრულად, დოზირებები შენ გაქვს ნორმალური, ანტიოქსიდანტური მოქმედება მილიგრამ ნახევრისგან არ ამგონია, ეგ ტყუილი იმედები არის. მაგრამ მილიგრამ ნახევარი ძილის ფონში, ძილი უფრო ვიტყოდი რომ ძილი თუ კარგად გძინავს ამისაგან, ეგ უფრო მნიშვნელოვანი არის. ვიდრე რაღაცა გარკვეული ანტიოქსიდანტური მოქმედება. ამიტომ თავისუფლად მილიგრამ ნახევარი ვიბერე, просто ხანდახან 5-6 თვეში ერთხელ პროლაქტინი გადააბარო. ინდივიდუალური არის რა. შეიძლება ვაფშე ქონდეს даже იდეალურად ნორმაში. დავწეთ ეს იგი ზევით ბიჭები. იმედი არავინ არ დარეკავს, თვითმფრინავის რეჟიმი არ ჩამირთვი, ხა დარბაზში ვარ, იმედია ჩემი ლომებიც არავინ არ მოვლენ. და მომდენო და მესამე ნიუანსი იმედია ეს არა უץ, ეს თავარი ხმას არ გაგუჭებს. ხმა ის მოდის ნორმალურად. ზაღუკა ლუნი პაპავა გიო იეიკი 11-ზე რა სიტყვით ზე რა სიტყვი როგორი სარმია საქართველოში რატო არ შემოდის კაი ხარისხის ბლოკავს იმ ამინომჟავას რომელიც ცილას იმ ამინომჟავას რომელიც კუნთის და სუშლის ხას ეგრეა თუ არა კი ცილა არის უფრო რა ფაქტიურად კი მიოსტატინს ფაქტიურად ბლოკავს რაც შეეხება ხარისხზე საქართველოში კი არა ხარისხზე ბრო მთლიან სოფლიოში ხდება ახლა პრობლემა იმპონტში, იმიტომ რომ ვთქვი რა მიახლოებით ერთი რამოდენიმე თვის წინ უფრო ვიყავი აქტიურად ალბათ 1-6 თვის წინ 7 თვის წინ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ქარხანა დაიკეტა, ვინც ასინთეზირებდნენ მსგავს რაღაც გარკვეულ ნივთიერებებს და რთულია ახლა. არსებობს რა თქმა უნდა ხარისხიანი სვეტში გეუნები, მაგრამ რთულია დათრევა. და რადგან ეს არის ბიზნესი ძალიან მაგარი და კლასიკურად ახლა დილერებს და გარკვეულად რაღაცა გარკვეულ ესეთ კომპანიებს, ანდერ კომპანიებს ახლა ბიზნესი აქვს და მოთხოვნა აქვს.
ჩადებენ ხა რა ვიცი თქვა კლასიკური AK-ის 11-ის ნაცვლად მაგალითად გინდას თქვა თავი ან რადარინს თუ არის ან თქვა ბოლო-ბოლო ადგებიან და დავიტყვათ მის წელს ჩადებენ იმიტომ რომ ხშირად ფორუმებზე ასეთ კითხულობ მე ამერიკულ ფორუმებზე თქვა არიდიან რაღაცა რაც არის რა AK-ის იმას უთავენ რომ აი ვითომ სახსრებსაც კითხეთ რაღაც შეიძლება უბრალოდ ვისტროლი ჩაყარეს მან იმიტომ რომ ვისტროლი API არის მსგავსი არის მექანიზმით და ამობენ რომ ვითომ AK არის როგორი თემა არის ხა ვიტყვით ჩემს პრაქტიკაზე გამინევი ორიგინალი კაია აღდგენას ეხმარება სვეტში game changer-ი არ არის ჩემთვის game changer-ი ყოველთვის რაც კი არ გავაჭირო საქმე იქნება ალბათ უფრო ჩვენთან ახლოსაც არის ჰორმონები უფრო ანუ კაცისთვის ხა ტესტოსტერონი თქვა თავის ინსულინი ზის ჰორმონი IGF-ი ინსულინის IGF-ი ხათქოთ მოვიწყდეს მის და მაგის სახელი და ამიტომ ისეთ თემა არის რომ ცალკე სოლო ნუ შეიძლება მაგრამ ალბათ უფრო კომბინაციაში თქვა როცა გააქვს თქვა რამესარმი როცა გააქვს თქვა იმინოტესტი და როგორც ინგიბიტორი თქვა რაღაც მიოსტატინის შეიძლება რომ გამოყენდეს სვეტში ცუდი რამ არ არის ხანძრის პერსპექტივაზე არა მინახია როგორი თემები ფაქტობრივად ზოგს თითქოს ხანძრის პერსპექტივაში აი ბიჭები მყოლია ვინც წამიყვანი ონლაინ და აი სამი თვე რომ მიგვიღია თქვა ან მიუღია ადამიანს ქონია ნაყიდი და რაღაცა თითქოს ცოტა ოდენი ღვიძლის ფერმენტებს ეწევა მაღლა დანარჩენი არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ აკეთებს თქვა აი კუჭის მხრივ ან თქვა რაღაც ისეთი რომ თითქმელების მხრივ რამე მენახოს ერთ-ერთი ნიუანსი ცოტა არის ღვიძლზე ნუ ეხლა ფაქტობრივად ვინც ტესტი არ ახართ ვინ ხართ ნეითები და უბრალოდ ამას უეჭვი იმის შემდეგ კომიდინა მიიღოთ იმიტომ რომ LH-ს დაბლა ეწევა დანარჩენი შეიძლება რომ გამოყენდეს მაგრამ უფრო სოლო არა ბრო უფრო ცალკე არის ან ყოველთვის თქვა აი როცა მიდის თქვა აი ჩემი განმოსახედიდან თქვა რაღაცა თქვა ადამიანს რაღაცა ციკლის აწყობის ვარიანტზე ყოველთვის პირველი არის ყოველ საკავშირის ტესტი ნუ კვების ვარიანტს უგავანებოთ თავი თქვა რაღაცა თქვა თავის ანაბოლიკი რაღაცა თქვა DHT რაღაცა თქვა SARM რაღაცა თქვა რაც ზის ჰორმონს და IGF-ს აწევს ბევრი ფაქტორი არის რა შეიძლება რომ გამოიყენოთ სვეტში საქართველოში არის ერთი კაცი ვისაც აქვს ეს რეალურად ხალისიანი შეგიძლია მომზადო და გეტყვით კაი თემა არის შეიძლება რომ გამოყენდეს მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია მაინც და მაინც ზაღუკა ჯიმ გ9 ანუ ფაქტობრივად ამ კომენტარებში ვისაც გინდათ თქვენს წაიგითხავთ რა ძალიან ცოტა ბოლომდე წაიგითხავთ ზოგი წელი გიო ანდრეი სვაინს რა სიტყვი რუსი მონსტრი რომ არის იქნება მაგის კურსიც გაიგო სადმე და გაგვიზია რომ მაგაზე საინტერესო იქნება ასე იძახიან 41 ერთეულს უბერავსო ბრო ყავს მეგობრები შემიძლია გავარკვიო და რაღაც მაგრამ ხო ხტები რომ კურსი ერთ იგივე მაგას არ აქვს მეორე ერთი რაც ახლა ეგ ადამიანი აკეთებს დილითაც უყურებდი რაღაც პატარა მონაწილეებს მაგისას მონსტრი არის განა იმიტომ არის მონსტრი ძმა რომ რაღაც გარკვეულ განსაკუთრებული კურსი აქვს ან 10 გრამ ქიმიას იღებს და რაღაც просто მასეთი მონსტრი დაიბადა უბრალოდ რა და რავი კაროჩე რა ეს IGF-ი თავისი გარკვეული რაც არის რა ვიცი თქვა ეს მიოსტატინი ვაფშე დაბლოკილი აქვს და მაგით არის მასტი მონსტრი რა ანუ ეგ არის თლიანად ვიტყოდი უფრო გენეტიკა არის ერთია რა ხიმიჩო ძალიან ბევრი ციკლში მაინც და მაინც არ არის ახლა რა იმიტომ რომ ადრე ახლა ლევანისთანაც მიმუშავია საკინესთან და ვიცი რომ კაცი ვაფშე აი არაფერს განსაკუთრებულს ახლა სვეტში არ უბერავს გენეტიკა არის საკი რიგში ვიტყოდი რა და სმაივიც იგივე სიტუაცია დანჩენ კლასიკა ძმა არაფერი განსაკუთრებული ისეთი რაღაცა სეკრეტნი რაღაც ლაბორატორიაში და მიწის ქვეშ რაღაცა ისეთი არ აქვს მაგას ჩვეულებრივი ტესტი ნანროლონი ტრენი ოქსანდროლონი კლასიკა რა ჩვეულებრივ სტერიკებს კაცი იღებს რა 40 ერთეულს ახლა უბერავს 40 ერთეული შეიძლება შენ ხა გულისხმობდეს დის ჰორმონი შეიძლება გულისხმობდეს ინსულინს მაგას მნიშვნელობა მაგას აქვს სული პაკეტი აფაქტიურად ისეთ წრეს რაც ახლა იქ ტრიალებს რა იქ უფრო მეგადოზებს უბერავენ კი იქ გარდა სტერიკებისას კიდე IGF-ს ემახვილება ყურებდება ანუ როგორც ფაქტიურად ზის ჰორმონს თქვა ან გინას ზის ჰორმონს თუ არა IGF-ს იმინა იკეთებენ ცალკე ასევე გზად ძალიან მაგრა ბუსტავს IGF-ს თვითონ ინსულინსაც იკეთებენ მონსტრია თქო ასეთი უბრალოდ ძმა ეგ არის რა შეიძლება სამომავლოდ გავიგოთ და რაღაცა რა მაგრამ ისე რომ მაქსიმალურად ყოველთვის ზომიერების ფარგლებში იყოს ან დისკლეიმერს თავიდან კი ვაკრავ ხოლმე ხა ფაქტიურად ბევრი მწერენი ხო 20 წელი უბერავ ამ სპორტის თემას 15 წელი რაღაცებს მაიმუნობ, ანუ ჩემი უფრო მიზანი რეკომენდაცია და რაღაც ისეთი ვარიანტი ის კი არის, უფრო არის რაღაცა რომ იცოდნენ ხალხმა ზოგადად რასთან აქვს შეხება. რეკომენდაციის თემა და რაღაც არაოს ჩემ ვიდეოებს ბიჭები არ მოვა. ესე იგი ზაღუკა ლეგენდ B7. მადლობა გიას ვიდეოებისთვის, გაიხარე. კარო 112 კილო ვარ. ნეითი მალე დავიწყებ სარმებს. ჯანი არის ძალიან მაგარი 3 წელია ვარჯიშობ. დამაიწერა სარმების დროს. წონა, იასნა გაიქცევა ძალიან და მე რამე ცოტა არ აისახება სხეულზე. ნუ
მიდრეკილება კი მაქვს დიდი წონისკენ. არა bro, აი ხა აგიხსნი როგორ ნიუანს. ყოველთვის სარმებზე და რამეზე თუ მიიღო საუბარი, შენ თუ მიიღებ და გონიო წონა გაგექცევა, ეგეც სტერეოტიპია და აგიხსნი რატო. არც ერთი ასტეროიდი, არც ერთი არც არ მინდა, ვაფშე არც ერთი არანაირი ნივთიერება, გინიოდ ვაფშე არანაირი. არ მატებს წონას, მატებს წონას ყოველთვის კოლორაში. რამდენი ენერგია, ენერგიის რაღაც გარკვეული ბალანსი. შენ თუ შედის ბევრი კალორიაც, მაგრამ შენ წონას მოიმატებ, მნიშვნელობა რა აქვს. რამდენი ხალხი არის ჭარბიწონით ის არიან 130, 140, 150 ისინი სარმებს არ იღებენ. ისინი უბერავენ ფუნთუშებს და ფუნთუშტერიკებზე არიან, ანუ მაგიმეებზე არიან, უბერავენ და მაგის ფონზე არიან ჯანზე. შენ თუ კოლორას დაიჭერ ადეკვატურს, ნორმალურს და მიიღებ სარმებს, მოგიონ მხოლოდ მიჭრენ ნორმალური ხორცი. რაც შეეხება ჯანმრთელობის მხრიდან რაღაცა წონა, ჩემი გადმოსახედით, როცა წონა უკვე აღემატება მიახლოებით 1 ლიტრი 120 კილოს, მანდ უკვე მაშინ გულსაც უნდა ვარჯიში. მხოლოდ ეგ გულს და ლიპიდურ პროფილს კაი კონტროლი ფაქტობრივად, იმიტომ რომ გული თითქმის ერთ იგივე ზომის ყოფს ყოლა და შეიძლება ვიყოთ 90-95 კილოს, მე ვცდილობ რომ შევინარჩუნო ჯანმრთელობის კუთხით. და შეიძლება ადამიანი იყოს მიახლოებით 140-150 კილო. ნაგლუსკა ხო ხდებით, სისხლის ოდენობა ბევრი არის. ნაგლუსკა იმ ადამიანზე ვისაც ჭარბი წონა აქვს, დიდი წონა აქვს უფრო, შეიძლება ადამიანი გინაც თქვა იყოს მშრალი კუნთის, მაგრამ გული მაინც პატარა აქვს. მაშინ გულს უნდა მიაქციო ყურადღება. თუ ჯანმრთელობაზე მიიღო საუბარი. და ლიპიდურ პროფილს ანალიზებს. დანარჩენი ფაქტია, წონა არ გაიქცევა, თუ კალორიებს რომლად დაითვლი, ცხიმებს დაიჭერ ნორმაში და უბრალოდ მოგივა ნორმალურად მიჭრე ხორცი. და ყველაზე ნაღდის, რომ ერთი გასროლით, რასაც ვთქვი, ორი კუნთელი მოკლა დაიჭირო. შეუთავსი მაგალითად გინაც ცოტა სემაგლუტიდი მაგალითად გინაც რავი 750.000 მიკროგრამი გინაც რეტატროტიდი მაგალითად 1 მილიგრამი მაქსიმუმს მაგას ადამიანურად დაიჭერ შეჭამ იმენა ის რაც საჭიროა და მოხვალ მაქსიმალურად მჭლე ხორცზე და მჭლე ჯანზე მიდრეკილება მეც მაქვს მე დავისვენე მე უკვე ზივარ ფაქტობრივად როგორც ახლა ყველა მიცით რომ მე ტესტზე ზივარ უკვე ბოლო 5 წელი ჩემი ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ასევე ფაქტობრივად უკვე რეტატროდიც და სემაგლუტის უკვე შეიძლება ითქვას წელიწადი უბერავ რა. აუ რაღაცას ბუდავენ ხალხი რომ აბრმავებს და რაღაცეებს, ხდებით იმედია რომ ყველაფერში ეს ფარმო ბიზნესი, ფარმო მაფია არის და ძალიანაც ყველაფერს უნდა დაუჯერებთ. ამიტომ ეგ გააკეთე ძმა, ჭამა და გააკონტროლე ყველაფერი გექნება ჯიგრულად. გიო ელიკაშვილი გიო მეჯბარ ყმძაყი კოკა სართობს და შეიძლება უშველო ქალის შემთხვევაში როგორ დავეხმარო. ვაიმე bro, რთული შეკითხვა. მაგაზე ალბათ უეჭველი ორთოპედი გინდა ვიღაცა ნორმალური ექიმი გინდა. ძალიან ადვილად გიპასუხებ ამ თემაზე და ძალიან მაქსიმალურად მოკლედ. მნიშვნელობა რა აქვს, ქალის შემთხვევაში, კაცის შემთხვევაში თუ რაც არის, ყოველთვის ყველაზე მთავარი რაც მივა საუბარი სახსების, ესების ჯანმრთელობაზე, პირველი ყოველთვის არის სისხლის მიმოქცევა და მოძრაობა, რომ კოლაგენის სინთეზი იყოს ნორმალურად. ეგ არის პირველი ნიუანსი. უნდა იმოძრაოს, ხალი შეიძლება ბებია აშენი, ან შეიძლება დედა არის. მაინც შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად. უნდა იყოს სისხლის მიმოქცევა. არ აქვს მაგას მნიშვნელობა თქვა კლასიკური რაღაცა თქვა რთული დარბაში ვარჯიში შემთხვევაში. რაღაცა მოძრაობა უნდა იყოს 1,000,000%. რაც შეეხება თქვა რაღაცა თქვა ისეთი საფლიმენტების სახად მაგას ხო სულ ამოფორ ფაქტია. თუ ასაკში არის თქვა ბებიები თქვენი ან დედები და გინდათ თქვა სახსების ვარიანტში რამე სასარგებლო მისცეთ. ერთი-ორი რაღაცა იქნება წვეთში. პირველი იქნება MSN, მეორე იქნება სერაპეტაზე. თუ ფინანსები გვაქვს, BPC-ას 57-ის მოკლე კურსებად შეიძლება რომ მისცეთ. აი ეგ იქნება ყველაზე რაბოჩი. ჩემი პასუხი ძმაო. ესე იგი, ზაღუკა გიოელიკაშვილი ისე იგივე მე მოდას რომ ვსვავდი ერთ ტაბლეტს თავიდან თავის ტვიდი მქონდა მაგრამ ნახევარ ტაბლეტზე რომ ჩამოვედი ვიგზენი სასწაულად იმუშავა რეალური მამა არის მოდა კი bro მოდა წვეთში არის მამა იმიტომ რომ ყველაფერი როგორც თქვი წინაზეც დოზირება არის ფაქტობრივად მე ლიშად მოდა რომ დავლიო 200 is dead მე არ გავჩერდები მინა კაროჩი რავი შეიძლება ალბათ 1 სუტკა რა და მე 100 მილიგრამი მყოფნის ამიტომ დოზირება ინდივიდუალურად შეარჩიე ყველაფერი ზუსტად ეგ არის რომ ფაქტიურად ბიოჰაკერები ყველა გახდებიან მალე რა. ესეც ბიოჰაკინგია შენი გარკვეული. მე იპოვო შენი რაღაც გარკვეული ბიოჰაკები და ეგენი გააკეთო ძმაო. დავითი მაგარი კონტენტია სულ ყოველთვის მიყვარს შეტყობინებაში რომ მომდის და ახალი ვიდეოები გიოდაიდო. გაიხარე ძმა, ესე იგი, კაი იქნება ერთი ვიდეო გააკეთო ვინმე ახალ მოკრივეს შესახებ, რას იღებენ ან როგორ ან რა არის საჭირო კრივის პერფორმანსისთვის და კრივში ახლა კრივის თემაში ჩვენებს ვიჭერს ახლა ლაშასაც გიოსაც ბევრს ეხმარებოდი შორტსაც უწყოლებსაც მან ფაქტიოდ ისეთ თემა არ მაგენი გადიან ძალიან მაგარ კაცრ დოპინგ კონტროლს მან აი 99% გამორიცხული რა მაიმუნო რა მაგრამ გეტყვი რამოდენიმე ისეთ ვარიანტს შეგიძლიათ მომძებნო მომართო და კაი რაღაცა ანალიზებიდან გამომდინარე კაი რაღაცა სპორტული რეკომენდაციაც ვინც შეჩი მოგცი მან იულია ძალიან ვარიანტიც
ერიტროციტებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ გადატანა ჟანგბადის ფაქტის ნორმალურად კაცმა ისურვოს. ეგ არის პირველი. მეორე, რაც მოგვცემს მიტოქონდრიების ჯანმრთელობას, გამრავლებას, შენარჩუნებას. აი უროლიტის დავწერე ახლა ხას მეგონი დახურული ჯგუფში. უროლიტინი აქტიურებს არის აუტოფაგია და არის კიდე მიტოფაგია. ანუ გასუფთავებას ფაქტორად მიტოქონდრიები და რამე ისეთი მკვდარი უჯრედებისას. მსგავსი რაღაცეები რაც თქვა, აი მიტოქონდრიებს დაეხმარება. შეჩი წაგადგება და კიდე მესამე ყველაზე მაგარი, ანუ აქტიურად კრივის თემა ეგ არის უფრო ხშირად წამიკითხე კიდევაც, ვიცი კიდევაც. ეგ არის როგორც ჭადრაკი ფაქტიურად იქ რიგზე. დიდი მნიშვნელობა აქვს შენს აი გონებრივ ვარიანტს, რომ რეაქცია და ეს ვარიანტი ფოკუსი და რაღაცა ქონდეს ნორმალურად, ამიტომ ნოოტროპები ძალიან სასარგებლო იქნება შენ სიტუაციაში, რომ ანუ ეგენი სამივე რაც გითხარი ფაქტიურად ერიტროპოეზის ვარიანტი, მიტოქონდრიები და ნოოტროპები გინდა შენ. გიო ელიკაშვილი ისე იგივე ეგეც გვაინტერესებს გიოშენი ამები პოდკასტი ვეჭველი საწყე საინტერესო ხალხს გვაინტერესებდა უბრალოდ მე გადავიტან ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ეხლაც ჯეჯობით ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერ ეხლაც პროცესში ვარ, რა მოხდება ჩემთან არ ვიცი რა და ამიტომ სამმალოდ ნახოთ რა ფაქტია. რა ვიცი, რაც ხდება ეგ არის ახლა რა. აქ ის არის მადლობა ძმაო. და ფაქტიურად ესე იგი დაღლუკა ნიკა სალუკვაძე ამას პასუხობ და მე მგონი კაგრას 1.25 წუთში ჩავეტევით ვიდეოს. გიორგი გაუმარჯოს იმედია გაგრძელდება ვიდეოები სალმებზე სტატია წავიკითხე სადაც ეწერა რომ პესებს და სახსრებს აძლიერებს მაგრამ ხუნთი მალე იზრდება ძალიან და პესი რომ ნელ-ნელა დიდი არა მაინც სალმების დროს რამის ის კი პესები მაწუხებს ისედაც კოლაგენის დანამატებს კი ხმარობ. ეხლა როგორ თემა არის რომ კოლაგენის დანამატებს ხმარობ ეგ იმას ანიშნავს უიჭველი სახსრებზე გეშველება ეგეთი არის. მეორე სტატიას როცა მივხსნი და რაღაცას ვთქვა იმიდა რომ ძალიან ღრმად ჩავეძიო შეიძლება რომ ერთ სტატია ვიკითხო ძმა მიახლოებით ალბათ 1 საათი. ანუ ბევრი ძალიან ნიუანსი რასაც ჩვენ ახლა ფაქტობრივად როგორ არის რაღაცას სტატიას რო გავხსნით უფრო გადავხედავ ზევიდან და ქოვით ბოლოში მე იმას დასკვნას ვკითხულობ. ეხლა როგორი სიტუაცია არის სარმების თემა ფაქტობრივად მე დავიწყე რა ნორმალურად მაგებს ლაპარაკი 4 წლის წინ 5 წლის წინ იმიტომ რომ ეს თემა ეხლაც არის უზომოდ ბევრისთვის ამოუცნობი. ყველა ვინც არიან უფრო ქიმიკოსები და რაღაც ისინი უფრო ამობენ რომ ის სარმები არ მუშაობს, რადგან ალბათ ამ ბიზნესს არ აწყობთ. ბიზნესის კუთხით თქვა ვინც მაგათ ასპონსორებს თქვა სტერიკებით რომ მაგებს ილაპარაკონ, იმიტომ რომ არ აქვს ხალისხიანი ეგერთი. მეორე არ არიან გარკვეულები, იმიტომ რომ სარმების თემა არის ფაქტობრივად როგორც აი არის თქვა სტეროიდები უკვე და თქვა აი არის უკვე რაღაც სტეროიდი და მაგას უკვე ბევრი რამე იციან. არის კიდე მიახლოებით 10-3, რადგან იქ უაფშე სხვანაირი ტყი არის და ძალიან რთული არის. მაგის საუბარი და მაგის პრაქტიკა ბევრ სფეროში არ არის. მე გავსინჯელოთ ყოველას ამი. აი რაც კი შეიძლებოდა და ისეთი მეგადოზებით და რავი, აი ეს 4 მისტი 105 მილიგრამი, 105 მილიგრამი თვალებს მაგრად უთყავს რეალურად ჩემს შემთხვევაში. და ისეთი თემა არის ფაქტიურად, რომ საკმაო გამოცდილება მაქვს. რაც შეიძლება იყურე, შენ მე უკვე აქვე პასუხობ შენ ვარიანტს, რომ ისეც წესები იძახი რომ გაწუხებს. ანუ ისეთი თემა არის, რომ მე უამრავი ბიჭი მოსულა ჩემთან ეჯერ კონსეპტზე. ვისაც ვაფშე სარმები არ მიუღია, მაგრამ მოსულან ტრავმის ვარიანტი. რაც შეიძლება თქვა ის სტატია რაც წაიკითხე, დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ სარმებზე იყო საუბარი ფაქტია. მე ლიჩნად პირიქით როცა ვიღებ თქვა ლიგანდროს S23 და მაგალითად S4-ს პირიქით თავს გზნობს საშინად შეკლულს. მე რაც ტრავმას ზუსტად მიმიღია ჩემს ცხოვრებაში, მიმიღია უფრო ვინიზე, ვინსტოლზე მიმიღია, მუხლები მაწუხებდა მაგრად ბიცეპსები მაგ დაწყვეტილი მაშინაც ვინსტოლზე ფაქტობრივად ეგ იყო მიახლოებით ალბათ 10 წლის წინ, 9 წლის წინ, 8 წლის წინ და კიდე ერთხელ როცა ციკლიდან გამოვედი ფაქტობრივად, როცა ციკლიდან გამოდიხარ ფაქტობრივად ტონუსი ქრება, სამფუძების ტონუსი ქრება. წავედი შეჯიბრზე, ვიყავი ციკლის, ანუ პეკეტეზე ვიყავი, ეგ იყო მიახლოებით ალბათ 6 წლის წინ რაღაც შეჯიბრზე მივიღე მონაწილეობა, ბახდა იქ აი ბიცეპსი ჩავიწყვეტე ფაქტობრივად. და მაშინ სარმებს მინაღად არ ვიღებდი რა და ვიტყოდი რომ უფრო არა bro ამ სიტუაციაში რა. და დიდი მნიშვნელობა ფაქტობრივად იმ ნიუანს რომ შენზე ინდივიდუალური ვარიანტს აქვს მნიშვნელობა. მე ნიშნად მგონია რომ რაც სარმებიც მე ჩამოგითვალე შენ no, რაც შეეხება ხა კოლაგენის დანამატებს კოლაგენი ფაქტობრივად ეგ არის ისეთი გარკვეული რაღაცა იქ სამი ამინომჟავა რომელიც უფრო მიდის ხესის და ხილების აღფენაზე. მაგისგან რაღაც გასაკუთრებით სმა ვერ იცნობ და ამიტომ მე ვიტყოდი რომ უფრო არა. სტატიები არის ბევრი ლიგანდროლი S4 და S23 სვეტში არ ამგონია რა. თუ ადეკვატური დაკავშირები გაქვს. თუ თავს არიტო ვარჯიში და უბერავ ყველაფერს მაქსიმალურად ჭკუით. ესე იგი ფაქტიურად
მეგონი შეკითხები გავედი ბიჭებს ბოლოში, აქტიურად ცნებო, ვისაც გინდათ დახმარება, იცით როგორ უნდა მომძებნოთ, ყველგან იყო მივიხატე ვარ. ნებისმიერ სფეროში, რა ვიცი, რაც გაინტერესებთ, ყველაფერს შეგიძლიათ მომმართოთ. ფაქტიურად ეგ არის ვეცდები რო ფორმატი არ ჩავაგდო, კვირაში ერთხელ მაინც, შეიძლება და კვირაში ორჯერ ნახოთ ეს ვარიანტი. ფაქტიურად დანარჩენი რაც სადაც არის კლადი რეალურად, აი უზომოდ სასარგებლო ინფორმაცია ეგ არის ბიოფაქტორ საგმოში. იქ არის ეს ფორმატი ფაქტიურად და იქაც თუ ვიძახი რომ ადრე ვიყავით მოგროვილი მიახლოებით 30 მედიტაცია ხაბოლხანებში ჩემი ალბათ მინდა გამომდინარე ამ ბოტიდან გამომდინარე თვითონ დაიშალოსავით. მაგრამ ვინ შემომიერთებით ახლა იმდენი აქტივი არის 3 წლის რომ რეალურად ბევრ ამას ისწავლით, რასაც რეალურად სწავლა გინდათ, ბევრი მწერს დაირექტში და ყოველთვის ერთ რაღაცას ვიღაცა რომ მომწერს, გიო აი მარტო ეს თუ შეიძლება, ხო იმას უპასუხოთ და მე შეკითხვაზე მოვისწრებ მიახლოებით 3 შეკითხვა ხდება. ვისაც თქვა ამის სწავლა გინდათ, უნდა გაწევიანდეთ ბიოფაქტორის ადგილას. დანარჩენი ეგ არის ბიჭები რა. აქტიურად ჩემი თქონა არის გადააზიარეთ, რა ვიცი, აი ფაქტობრივად ასე ინფორმაციას მევაზიარებ, რომ მე არ ვიცი საქართველოში ეს თემაში მე მგონი რა ვიცი, ასე მელაპარაკობ, უყურებ ლაპარაკობ მარტო თუ ისეთ ინფორმაციას. რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. ფული ნახოთ არ არის, რომ ალბათ ერთი კომენტარი მაინც არ ერთი ლაიქი გამიტო, რომ რეკომენდაციაში ხმა დაუბრუნდე, იმიტომ რომ ადრე მქონდა ნახული ნორმალურად, ხო ვაფშე ფაქტობრივად მივიწყებული მქონდა. YouTube და მინდა რომ დაუბრუნდე. всё ბიჭები, ყველანი ყავით ჯაზე, ყველას ავიცი ფაქტობრივად, დროებით გემშვიდობებით, ყველას დროებით ადიოს.